ზურაბ ნოღაიდელის ბოლო მოსკოვური ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში დილიდან მედიის განხილვის თემაა. ექს-პრემიერთან შეხვედრების გამო რუს პოლიტიკოსებს ახსნა განმარტებები დასჭირდათ. გრიგორი კარასინი არმალობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხედვა მოსწონს და მზად არის პროგრესულად განწყობილ ყველა ქართველ პოლიტიკოსს შეხვდეს. თუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი კი ნოღაიდელთან შეხვედრას პარტიული გეგმებით ხსნის. მალე მოძრაობა სამართლიან საქართველოსა და იძინა რასიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ნოღაიდელი მოსკოვისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სანდომიანი ურთიერთობების აღდგენაზე პრაქტიკულ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ის ჯანსაღად აზროვნებს პერსპექტივას ხედავს და გამოირჩევა იმ ქართველი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ამ პერსპექტივას ვერ ხედავენ, ან არ უნდათ რომ დაინახონ. ჩვენ ნოღაიდელთან საქმიანი კონტაქტი გვაქვს, ჩვენ ასევე მზად ვართ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობისთვის, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან ურთიერთობებისთვის და არა ულტიმატუმის წამოსაყენებლად. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასეთი დიალოგისათვის მზად არ არის. ის ხისტი ულტიმატუმების გზას ადგას და ამიტომაც მასთან დიალოგი წარმოუდგენელია. მოსკოვის საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა ჩვენი მიზანი კი კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაა.